ამასაც მნიშვნელოვანი არის, რომ თქვენი ცხოვრების სადავები აიღოთ საკუთარ ხელში და ამის შესაბამისად რადიკალურად შეცვალოთ ის მიდგომები, რომელი მიდგომებიც შეიძლებოდა რომ აქამდე გქონოდოთ ნებისმიერ საკითხში, ხო, ანუ ზოგადად ცხოვრებასთან დაკავშირებით, ან სამსახურთან დაკავშირებით და ამ შემდეგ ფინანსებთან დაკავშირებით, ანუ მთლიანად მინდა აი ამ ტრანსფორმაციის პერიოდი, საბოლოო ჯამში ჰარმონიული პერიოდი არის მშვილდოსნებისთვის, კარგი იქნება თუ მოკლედ მენეჯმენტს დაიწყებთ განსაკუთრებით ფინანსურ მენეჯმენტს, იმიტომ რომ ფინანსურად საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გაქვთ, საკმაოდ კარგი პერიოდი გაქვთ, ბევრი შეგიძლიათ რომ გამოიმუშაოთ და ამან მოგცეთ ზუსტად საშუალება რომ თქვენი ცხოვრება თქვენს ხელში აიღოთ, ანუ სადავეები აიღოთ საკუთარ ხელში, ხო? შესაბამისად, მშვილდოსნებსაც ვურჩევდი რომ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები და საკუთარი ენერგია განაწილონ ისე, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი ცხოვრება იყოს თქვენს ხელში. ეს არის მოკლედ მნიშვნელოვანი, ხოლო პარტნიორულ ურთიერთობებსაც შეეხება, პარტნიორულ ურთიერთობებში მშვილდოსნებთან არის საკმაოდ გარდამტეხი პერიოდი ასევე, ანუ ყავთ რომელიმე მშვილდოსნას პარტნიორი თუ არ ყავს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ზოგადად თქვენი მიდგომები და თქვენი ღირებულებები ხდება და გადადის რაღაცა ახალ ეტაპზე, ანუ იცვლება, ამიტომ ამ ცვლილებებსაც აუწყეთ ფეხი, არ არის ესე ვთქვათ, ეს რაღაცა ცუდის მომტანი პირიქით ჰარმონიული იქნება.